დილამ შვიდობის ზუზუ გიორგი მივესალმები ჩვენს მაყურებელს და დიახ სწორად აღნიშნეთ რომ დეკემბერი შიდსთან ბრძოლის და ცნობიერების ამაღლების თვე არის და ამთვის ფარგლებში არაერთი აქტივობა არის დაგეგმილი. ასევე მინდა გითხრათ რომ შიდსთან ბრძოლა მხოლოდ მედიკოსების საქმე არ არის, არამედ ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, ჩავიტაროთ დროული დიაგნოსტირება, ასევე გქონდეს სწორი ინფორმაცია და უბრალოდ ვიზრუნოთ ერთმანეთზე. დღეს მე ხლა ვიმყოფები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც დაგეგმილი არის სპეციალური ღონისძიება ამასთან დაკავშირებით, მოწვეული იქნებიან ექსპერტები, რომლებიც ისაუბრებენ შიდსთან დაკავშირებით მითებზე, რეალობაზე და პრევენციის თანამედროვე მეთოდებზე, მაგრამ უფრო კარგად ისაუბრებს დღევანდელი დღის ორგანიზატორი ივლიანე სურმავა იმყოფება ჩემთან ერთად, რომლის ორგანიზებით და ინიციატივითაც დაიგეგმა დღევანდელი დღე. ივლიანე, დილამ შვიდობის, ვის შეუძლია დღეს მოსვლა და რა დახვდება აქ მოსულ აუდიტორიას? დილამ შვიდობის, მივესალმები პირველ რიგში თქვენს მაყურებელს და მადლობა რომ დაინტერესდით ამ დღით და ამ თემატიკით. ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება დღეს საჯარო ლექცია, რომლის ფარგლებში სტუმრები გვეყოლებიან თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან. ეს უკაცრავად შეიძლება ითქვას, რომ არის ჩვენი ტრადიცია და ყოველწლიურად სტუმრობენ ისინი ჩვენ, ექიმი ეპიდემიოლოგი ასოცირებული პროფესორი მაია ცინცაძე გვეყოლება სტუმრად მის სხვადასხვა კოლეგებთან ერთად და ლექციის ფარგლებში მიმოვიხილავთ თანამედროვე ტენდენციებს HIV ინფექციასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და ამის შემდეგ დამსწრე აუდიტორია შესაძლებლობა ექნება, რომ ჩაიტაროს სისხლის ტესტირება, რომელიც რა თქმა უნდა ანონიმური იქნება, რა თქმა უნდა უფასო იქნება და უფასო სკრინინგ პროგრამაც მინდა თქვა რომ გვაქვს ქვეყანაში. დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც დაინტერესებს, ვისაც აინტერესებს და იაზრებს თუ რა პრობლემასთან გვაქვს ჩვენ ამ ხრივ საქმე და შეუძლია მობრძანდეს დღეს 4 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ საკონფერენციო დარბაზში. ივლიანე, და სტატისტიკას მინდა შევეხოთ. წინა წლებთან შედარებით გაზრდილია თუ შემცირებული და უფრო რეგიონები თუ თბილისზე გვაქვს ინფორმაცია? იცით რა, ვინაიდან და რადგანაც ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ, ესეთი კონკრეტული ციფრებისგან მინდა თავი შევიკა, უბრალოდ მოკლე მონახაზი რომ გითხრათ თუ რატომ არის საყურადღებო. მსოფლიო მასშტაბით 40 მილიონამდე შემთხვევა იყო 2024 წლის მონაცემებით აფიქსირებული. წლევანდელი შემთხვევები საქართველოში არის 500-მდე შემთხვევა, რომელიც არც ისე მცირე რაოდენობაა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. ის რომ თქვათ, რომ ქალაქში უფრო მეტია, ანუ დედაქალაქში თუ სხვა რეგიონებში ეს შემთხვევები, სტატისტიკური მონაცემებით დედაქალაქში უფრო მეტია, მაგრამ ამის ესე ცალსახად თქმა ასე თუ ისე არ შემიძლია. სწორედ ამ მიზნით, რომ უფრო კონკრეტულად, უფრო დასაბუთებულად გქონდეთ ინფორმაცია, შეუძლია ნებისმიერ მსურველს გვეწვიოს დღეს ლექციაზე და ამ დარგის სპეციალისტებს მოусმინოს ამასთან დაკავშირებით. მე მაყურებელს ვატყვი, რომ რეგიონთან და დედაქალაქთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია კიდევ შეიძლება იმიტომ არ არის, რომ რეგიონებში ნაკლებად მიმართავს ხალხი, ნაკლებად იტარებს დიაგნოსტიკას შესაბამისად თბილისში უფრო ჩართულები არიან აქ ცნობიერების ამაღლების მხრივ უფრო მეტი აქტივობა არის ხოლმე დაგეგმილი ვიდრე რეგიონებში. თუ გაქვთ სამომავლო რამე, რაც რეგიონებშიც ასე ვთქვათ ჩატარდება ეს აქტივობები? იცით, ეს ღონისძიებები, რასაც საინფორმაციო კამპანია ქვია HIV ინფექციასთან, შიდსთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო და შიდსის თვე კი დეკემბერია, მაგრამ უშუალოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 1 დეკემბერი შიდსის დღედ გამოაცხადა და ჩვენმა სტუდენტებმა წარმართეს საინფორმაციო კამპანია სხვადასხვა აქციით, სხვადასხვა აქტივობებით. დიახ, რა თქმა უნდა, ამ ხრივ გვაქვს გეგმაში ის, რომ წავიდეთ რეგიონებში, ვესაუბროთ მოსახლეობას და გქონდეს ამ ხრივად ჩართულობა, იმიტომ რომ ვიაზრებთ რა ჯანდაცვის ზოგადად სერვისებზე ხელმისაწვდომობის ტენდენციებს რეგიონებში
რეგიონებში თუ სხვა მაგალითად მთიან რეგიონებში განსაკუთრებით ნაკლებია და ამ მხრივ რა თქმა უნდა იქ იქნება რომ მივცეთ ეს შესაძლებლობა რომ უფრო მეტად ინფორმირებული იყოს მოსახლეობა. ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ სტუდენტები ძალიან აქტიურად ხართ ჩართული, როგორც ხედავ. ყოველთვის ვამბობთ ხოლმე ერთ რაღაცას. 79 წელია რაც ივანე თანხმიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება არსებობს და ჩვენი ამ ისტორიის განმავლობაში და ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე, სტუდენტებმა ჩაატარეს ყოველთვის, როდესაც ვადარებთ ამ კვლევებს სხვა უკვე ჩამოყალიბებული სპეციალისტების კვლევებს, ხშირად არის ისეთი მიგნებები, რომელიც არ ჩამოვარდება უკვე ჩამოყალიბებულ სპეციალისტებს, ესე ვთქვათ, მათ ხედვას. ამიტომ დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა გონების მიერ დანახული მდგომარეობა და ახალგაზრდა გონების მიერ მოფიქრებული გზა თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ამ პრობლემას. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო და წარმატებებს გისურვებთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი წამოწყება. მე დაგემშვიდობებით ნელ-ნელა და გეტყვით, რომ დღეს 4 საათზე შეგიძლიათ მოხვიდეთ ვაჟა-ფშაველას 33 ნომერში. ძალიან საინტერესო ინფორმაციას მოისმენთ და ასევე, როგორც უკვე გითხარით, შეგიძლიათ ჩაიწეროთ უფასო ტესტირება, რომელიც რა თქმა უნდა არის კონფიდენციალური. ნახვამდის წარმატებულ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა ლიკუნა. მადლობა ლიკუნამ, ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მოგვაწოდა, ასე რომ ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და გაიკეთოთ უფასო ტესტირება. ნამდვილად.